ქართული ოცნების ახალი ინიციატივა ხომ ნახეთ რომ 6 წელზე უფრო ძველი მანქანების ყოლა და რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს ეკრძალებათ. და ამის მიზეზად დაასახელეს ის რომ საქართველოში არის თურმე ბევრი რეგისტრირებული მანქანა და ამ მანქანების რაოდენობის შემცირება უნდათ. ოღონდ ეს იმიტომ კი არ ხდება და იმის ხარჯზე კი არ ხდება რომ მაგალითად განავითარეს საკინიგზო მაგისტრალები, განავითარეს საგზაო ინფრასტრუქტურა ან მოაწესრიგეს სატრანსპორტო მოძრაობა თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში. არა, ესენი არ შეცვლილა არსებითად, უბრალოდ ადგენენ და მანქანის ყოლა აუგზალეს მოსახლეობას. ასევე თუ იმას ვიტყვით, რომ მათ ავტოპარკის განახლება უნდათ და ახალი და უსაფრთხო მანქანების ყოლა უნდათ ქვეყანაში, ადგენენ და მაგალითად გააუქმონ განბაჟების გადასახადი ყოველი ახალი შეძენილი მანქანისთვის. ან შეამცირონ მანქანის რეგისტრაციის გადასახადი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გასამაგდა და 200 ლარზე მეტს მიაღწია, ხო? არა, არაფერი მსგავსი არ ხდება, არანაირი ფულის მოკლებას ისინი არ აპირებენ, ბიუჯეტს კვლავ ისე შეავსებენ როგორც აქამდე და ხელფას, პრემიას და ფუფუნებას არ მოიკლებენ, სამაგერო ჩვეულებრივ ადამიანებს მანქანის ყოლა აეგზალებათ და ამ ქვეყანაში მივიღებთ მდგომარეობას, რომ იარსებებს რაღაცა მცირე ერთი მუჭა ადამიანების, ჩინოვნიკები, მილიონერები, მილიარდერები, რომლებიც განაახლებენ მანქანას, ეყოლებათ ახალი მანქანა, შეეძლებათ ახალი მანქანის ყოლა, მაგრამ ჩვეულებრივ მოსახლეობას ერთადერთი ეკონომიკური შემოსავლის წყარო ხშირ შემთხვევაში უბრალოდ მოესპობთ.